აი შემოგვიერთა ჩვენი ძვირფასი თემურ ყვითელაშვილი, ჩემო თემურ. განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და შენ საოცრად აფასებდა შენს პიროვნებასა და შემოქმედებას. არაერთხელ ჩაგიტარებია საპატრიარქოში კონცერტი, მინდა ხო რომ პატრიარქზე ბრძანებოდე სიტყვა. უღრმესი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა იმისთვის რომ უზრუნი გადაცემას მოგესალმებით ყველას და ვიზიარებ ყველას ამ წუხარებას სრულიად საქართველოს ვეთქვი ამ სამძიმარს. ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი უზრუნეს და უნეტარესის გადაცვალება და ის მინდა თქვა რომ ეს იყო ნამდვილად განუმეორებელი პიროვნება, ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ იყო უბრალოდ საქართველოს ჩვენი ქვეყნის სულიერი მამაან წინამძღვარი, ეს იყო პლუს კიდევ ის დიდი პიროვნება, რომელიც მეშვეობითაც ბალანსი ხდებოდა, საერთოდ აბალანსებდა ბევრ რაღაცას ქვეყანაში. იმდენად დიდი ძალა ჰქონდა მის სიტყვას, იმდენად წონადი იყო საერთოდ მისი ყოველი სიტყვა, რომ მე არაერთხელ შევსწრები ვარ, როდესაც ის ატარებდა ამა თუ იმ დელეგაციას და ხედავდი თუ როგორი პატივისცემით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არ იყო დელეგაცია მგონი ჩამოსული საქართველოში, რომელსაც თავის ასე ვთქვათ, არ ექნებოდა გეგმაში ის, რომ პირველ რიგში შეხვდოდა უწმინდეს. ყველა ქვეყნის დელეგაცია, ვინც არ ჩამოსულა ჩვენს ქვეყანაში. და მე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიყავი მასთან, როგორც ახლობელი, როგორც სტუმარიც, როგორც არტისტიც. ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომ გამიგრძელდეს საუბარი. ერთვენია დღეს მკითხა, რომ ერთი თხოვნა მაქვს შენთანო. აი შენ როგორც აღნიშნე, მე ისეთ თხოვნებში აღმოჩნდი, ახლა პატრიარქი რო გეტყვის, თხოვნა მაქვს მე. ძალიან ხოხლა თქონდა ჩავარდი და ხარ გისმენთ თქვენ უწმინდესობა და ავე მარიას შეასრულებო. მე ვთხარი კი მაგრამ ავე მარია არაერთხელ მაქვს შესრულებული თქვენთვის როგორც იქ ისე ოპერის ყველგან აბსოლუტურად. არა აქ საუბარია ჩემს მიერ შექმნილ ავე მარიაზე. მე ვთხარი აი მიხვედავ ჩვენი ურთიერთობისა მე ვთხარი მე ძალიან მერიდებოდა ძალიან მომწონდა ეს ნაწარმოები მაგრამ ძალიან მერიდებოდა ამის თქმა მეთქი რომ იმდენად მე წარმომიდგენიო ეს როგორი გამოვაო და მე გთხოვ რომ ესო გიტარისტის გიტარისენით. რა თქმა უნდა მე ეს რა თქმა უნდა დავამუშავე აბსოლუტურად უამრავ ქვეყანაში მაქვს შესრულებული და რა თქმა უნდა ჩემს ორ ალბომშია შესული საკონცერტო ვერსიები. და უნდა გითხრათ რომ ძალიან მოეწონა ახსოვანებული იყო და როგორც ვიცი და ახლა მე ბოლო პერიოდში უკვე იმის გამო რომ ჯანმრთელობის მხრივ უკვე ვერ იყო ესე კარგად როგორც ჩვენ გსურდა ყველას ისე ვეღარ მაგრამ სულ უსმენდა და ასმენიდა ხალხს ადამიანებს ამ ვერსიას ავე მარიასას. ესე იგი, უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან აზროვნებდა სახელმწიფოებრად და იყო ჩემის აზრით კიდევ დიპლომატი ძალიან მაღალი დონის, იმიტომ რომ ჩვენი მრავალეროვანი კონფესიის თუ აი მრავალეროვანი ქვეყნის მიუხედავად ის ახერხებდა, რომ ყველა ეროვნების წარმომადგენლებთან ქონდა ურთიერთობა, ფასდაუდებელია უწმინდეს უნეტარესის ის გაკვალული გზა, რომელიც მან ასე თქვა, ის როგორც ის ქადაგებდა და როგორ შემოაბრუნა მრევლი და საზოგადოება ლოცვისკენ, ეკლესიისკენ და ის აღარ ვლაპარაკო ამდენი ტაძრების შენებლობა აღარ ვლაპარაკო მის შემოქმედებაზე საერთოდ კიდე ცალკე თემა, როგორც ხატწერი, როგორც მაგალითად როგორც საგალობლების ავტორი. ნუ ასეთი მრავალმხრივი ასეთი ადამიანი და კიდევ ის მინდა თქვა რომ სადაც იყო დაბრძანებული ჩვენი უწმინდეს უნეტარესის სამების ტაძარს გულისხმობ. ორი დღითადე სანამ დაიწყებდა ფუნქციონირებას სამების ტაძარი, მე მასთან ვიყავი სტუმრად და მე მახსოვს რომ მისი ავტომობილით რომელიც მას ემსახურებოდა და პოლიციის ასე ვთქვათ ესკორტით დამათვალიერებინა პირადად ორი დღით ადრე ეს ხო ჩემთვის უდიდესი პატივი რა თქმა უნდა მე არ დამავიწყდება როდესაც დედა გარდამეცვალა ერთ-ერთი პირველი ვინც მოვიდა ჩვენთან პირადად უწმინდესი და უნეტარესი ოფიციალურ წერილზე აღარ ვლაპარაკობ რომ და მთელი საპატრიარქო ჩემს გვერდით იდგა. ეს არასოდეს დამავიწყდება. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტის გახსენება შემიძლია მე და ჩემთვის ჩვენთვის და საერთოდ ჩვენი ქვეყნისთვის მე ვთვლი რომ ჩვენ ყავდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ბრძენი უწმინდესი და უნეტარესი ნათელს იყოს მისი სული და ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება და ეს ჩემი დიდი ღრმა პატივისცემა ჩვენგან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ყველაზე გიაშენ რომ დაეთმო გადაცემა და კიდევ არაერთი გადაცემა დაეთმობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ. ურმესი მადლობა, თემურ. მადლობა შენ.
ახლა შენის ნებართვით მინდა გთხოვო, რომ შენს მიერ ნახსენები პატრიარქის მშვენიერი ნაწარმოები ave maria, რომელიც შენ ძალიან საინტერესოდ გაქვს გადატანილი გიტარაზე შენეული ვერსია გაქვს შექმნილი, დღეს ჩვენი შოუს მაყურებლისთვის შევასრულოთ. ზემანად. Thank you.